ალპური კლიმატის შესახებ არსებობს რამდენიმე რბილად რომ ვთქვათ, მითი თუ არა ტენდენციური მოსაზრება. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა სწორედ ამ საკითხებს ეხება და ალბათ სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული მითების გაქრწყლება გარკვეულწილად მოგვიხდება. უპირველესი, რაც ყველას თავში უცბად მოსდის, ეს გახლავთ, რომ მზის რადიაცია იმატებს სიმაღლის ზრდასთან ერთად. ეს მართებული არის, როგორც დამტკიცდა, ეს მართებულია მხოლოდ სტანდარტული ამინდის პირობებში. რა არის სტანდარტული ამინდი? სტანდარტული ამინდია მოწმენდილი ზიანი დღე, მთლიანად, მთელი დღის განმავლობაში. ამინდის ყველა პირობის გათვალისწინებით აღმოჩნდა, რომ ეს ტენდენცია, ანუ მზის რადიაციის მატება სიმაღლის ზრდასთან ერთად არ იკვეთება, რადგან სიმაღლის ზრდასთან ერთად იზრდება ღრუბლიანობაც. ეს რაც შეეხება პირველ ტენდენციას. ანუ გაბატონებულ აზრს, რომ ჰიფსომეტრული სიმაღლის ზრდასთან ერთად მზის რადიაციის ინტენსივობა იზრდება. მეორეს გახლავთ რომ მაღალმთის სასიცოცხლო ზონა ხასიათდება ძლიერი ქარებით. ეს მოსაზრება ზოგადად მართებულია ტიპიური ზომიერი სარტყლის მთებისთვის, თუმცა აქაც არსებობს განედისა და ფერდობის ექსპოზიციის ეფექტი და არა სუბტროპიკებისა და ტროპიკების მთების და დიდი მთათა სისტემების შიდა ნაწილებისთვის. ჯერ ეს ერთი ელემენტარულად თუ იმ ადგილს, სადაც ჩვენ ქარს ვზომავთ, მოფარებულია დიდი ქედი ან ცალკეული მთა ან ხეობა, მაშინ ქარის სრულებითაც არ არის, ან არის ძალიან მცირე სიჩქარის. და მეორე მხრივ გააჩნია სად ვზომავთ ამას. თუ დიდი მთათა სისტემა არის, აი თუნდაც რუკაზე რომ წარმოვიდგინოთ ჰიმალაები, იქ არის პარალელური, პერპენდიკულარული სხვადასხვა ქედი, უზარმაზარი ქედები, რომელთა შუა ნაწილში, ან ისეთ ნაწილში, როდესაც ერთი მეორეს შედარებით მაღალი, შედარებით დაბალ ქედს ეფარება, ამ შემთხვევაში ქარის სიჩქარე არ არის მაღალი. რა თქმა უნდა, ქარის სიჩქარე ძალიან მაღალია თხემებზე, ისეთ ქარისგან დაუცველ ადგილებში, მაგრამ ზოგადად ეს მოსაზრება, რომ მაღალმთის სასიცოცხლო ზონა ხასიათდება ძლიერი ქარებით, ყოველთვის და ყველგან არ ამართლებს. მესამე ტენდენციური მოსაზრება გახლავთ ის, რომ ნალექები იზრდება სიმაღლის მატებასთან ერთად. გარკვეულწილად ეს დებულება სწორია ტენიანი ზომიერი სარტყლის მთებისთვის. მაგრამ ის არ არის სწორი მრავალი სუბტროპიკული და ტროპიკული მთისთვის, სადაც ნალექების მაქსიმუმი ვლინდება აი ამ ტროპიკული მთათა სისტემების შუა წელში დაახლოებით საშუალო სიმაღლეებზე და მკვეთრად მცირდება დიდ სიმაღლეებზე. და ბოლოს მეოთხე მოსაზრება, მეოთხე ასე ვთქვათ მითი, ეს არის ის, რომ მაღალმთის სასიცოცხლო ზონა ხასიათდება მცენარის ზრდის მოკლე პერიოდით. ამ შემთხვევაშიც ეს მოსაზრება არის გამართლებული გარკვეული ტიპის მთათა სისტემებისთვის და არა მთლიანად ზოგადად მთელი დედამიწის მთებისთვის. იგი სწორია მხოლოდ არატროპიკული მთებისთვის, მაგრამ ტროპიკული მთათა სისტემები ასევე დიდ ტერიტორიებს მოიცავს და ეს რომ იყოს მართებული მთლიანად მთელი ყველა მთათა სისტემებისთვის, მაშინ ტროპიკულ მთებშიც არ იქნებოდა კარგად გამოხატული ტყის ზედა საზღვარი.